ბათუმის დრამატული თეატრის დასი თეატრში დაგეგმილი სარემონტო სამუშაოების გამო ბულვარში მდებარე საზაფხულო თეატრის შენობაში გადასვლა სექტემბრიდან გეგმავს. მანამდე ძველ შენობაში 15 ივლის პრემიერა იგეგმება, თვის ბოლოს კი თეატრალური სეზონი იხურება. თეატრის მმართველი მიიჩნევს, რომ ადგილმონაცვლეობა სექტემბერში ახალი სეზონის გახსნას ხელს არ შეუშლის. მსახიობები კი აცხადებენ, რომ საჭიროა რეპეტიციებისთვის ალტერნატიული ფართის გამოყოფა, რადგან საზაფხულო თეატრში სარეპეტიციო პირობები არ არის. დავდივართ ინტენსიურად სამხატვრო ხელმძღვანელი, მსახიობები, ალბათ დირექციაც ეძებს სივრცეს სარეპეტიციო და რაღაც მინიშნებები გვაქვს, რაღაცები ვნახეთ და ეხლა მთავრობამ უნდა დაგვეხმაროს, რომ ეს სივრცე ამ დროებით სარგებლობაში გადმოგცემ. საზაფხულო თეატრის სცენა თვითონ შეიძლება წარმოდგენების გასამართად გამოვიყენოთ, მაგრამ სარეპეტიციო ფართი იქ პრინციპში არ არის. და თან ახლა კიდე ყველას მოგესალმებით საზაფხულო თეატრი ჯერ დაუსრულებელია, ეგ ხარაჩოებია და კიდე არც არავინ იცის როდის დასრულდება და შევძლებთ თუ არა ის საერთოდ გადასვლა. ბუგაძის ნავიგატორი და მატეი ვიშნეკის საინტერესო პიესა არის. ჭირდება კი ახლა ჩვენ ვიოლენჩელო ესე ქვია პიესას. ეს ორი პიესა, ამ ორი პიესა ჩვენ ვამზადებთ თბილისის საერთაშორისო ფესტივალისათვის, რომელიც ოქტომბერში ტარდება, ოქტომბრის ბოლოს, ნოემბრის დასაწყისში. და ვფიქრობ, რომ აი ამ პერიოდისათვის ჩვენ ფესტივალისათვის უკვე ეს ორი პიესა გვექნება მზად. ბათუმის დრამატული თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ ქართუმ 6 მილიონ ლარამდე თანხა გამოყო. პროექტის ფარგლებში თეატრის პირველ სართულზე განთავსდება მუზეუმი, მოეწყობა თეატრალური კლუბი, სპორტული დარბაზი, ფოიე მწვეველებისათვის და არამწვეველებისათვის. განახლდება სარეპეტიციო დარბაზი, დამწყები მსახიობებისთვის განთავსდება 80 მაყურებელზე გათვლილი ექსპერიმენტული სცენა. კაპიტელები არის მოოქროვილი, წინა ფასადის ფრონტონზე ბარელიეფი არის, ისიც მოიხსნება. აი ეს პირველი სართულის შემოსასვლელი რო არის, გარდერობი გაუქმდება, გარდერობის ადგილზე კეთდება თეატრალური კლუბი, სადაც შეხვედრები მოეწყობა, გამოფენები მოეწყობა. როგორც მერის კეთილმოწყობის სამსახურში აცხადებენ, საზაფხულო თეატრში სარემონტო სამუშაოები, რისთვისაც 7,000 ლარია გათვალისწინებული 20 ივლისს უნდა დასრულდეს. მიმდინარეობს შეკიდული ჭერის შეფუთვა, თაბაში რომ უყავს აკუსტიკური ფილებით. სამუშაოები ითვალისწინებს სამუშაოების ვადა წარმოადგენს 20 ივლისს, რაც თავის დროზე განხორციელდება. სამუშაოებს აწარმოებს კომპანია Creative Impressions Caucasus-ი. ხოლო რაც შეეხება მეორე ეტაპის სამუშაოებს, ის პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს, ეს მოიცავს ჭერების შეკიდვას. დრამატული თეატრის საზაფხულო თეატრის შენობაში წელიწადი ნახევრის განმავლობაში დარჩება. მერია კი უახლოეს პერიოდში თეატრის ეზოში კეთილმოწყობასთან დაკავშირებით ტენდერს გამოაცხადებს.